იმ დროს, როცა ნაცმოძრაობა სისტემურ წარმატებებზე ლაპარაკობდა, ციხის კარებს მიღმა პატიმრების წამებისა და ჩუმი გოდების ხმა ისმოდა. პატიმრებს მაშინ ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლის სურვილი წაართვეს. პატიმრობა ფიზიკური განადგურების იარაღად იყო ქცეული. დარბევები, წამება, ფსიქოლოგიური წნეხი. ეს იყო ყოველდღიური რეალობა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პარალელურად ციხე სასაკლაოდ იყო ქცეული. 10 კაციან საკანში ხანდახან 80-100 ადამიანს შეუშვებდნენ და სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდნენ. კარები რო გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული კარების ღრიჩოს და ნეტო ჰაერსას უნთქავდა. და რო კარები გაიღო, ეს წამოდგა ფეხზე და რო შევხედე, მითხრა 35 ხარო. მე ვერ მივხვდი ეს რას ანიშნავდა, იმიტომ რომ მის დღეებში ციხესთან იქ საქმე არ მქონია და 35 ნიშნავდა იმას, რომ 35 კაცი იყო კამერაში 18 კვადრატულში. მე 16 დღე არც დაუჯდა რო არ, არც დავწოლილო არ. აი რაღაცა იყო, აი ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს. შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთზე უარესი. დაძინებასაც მორიგეობით 2 საათი თუ ახერხებდნენ და ისიც შიშისა და ტკივილის ფონზე. ნაცმოძრაობის ციხე ტუბერკულოზის გავრცელების წყაროდ იქცა და ათასობით პატიმარი შეეწირა კიდეც. არავის ინდობდნენ, არც ქალს და არც კაცს. შოკში ჩავარდი, ცუდად გავხდი, აი მუხლები მომეკვეცა, რომ შევედი და დავინახე რა ხდებოდა იმ კამერაში და როგორი სიტუაცია იყო, ცუდად გავხდი და როგორც იყო ჩამომსვეს იქ სადღაც და მიმწეს ეს ადგილი ფანჯარასთან. მინა არ იყო ამ ფანჯარას, მინა არ ქონდა და ესე იგი 5 თვე ვიყავი, აი თანდათან აცივდა ამ სიცივეში, ესე იგი გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანის საშუალება არა, მაგრამ ჩემი მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვი და ისინი როცა შეიყვანეს მოდულის შენობიდან გადაიყვანეს ორთაჭალის ციხეში დაახლოებით 25 ან 20 კვადრატული იქნებოდა ის ოთახი, როგორც ამირანი მიხსნიდა და აჯიკო, რომ ჯერ ამ ოთახში იდგა 6 საწოლი ორსართულიანი. ამის გარდა, ესე იგი იყო 80 კაცი. და მორიგეობით იძინებდნენ. 12 საწოლი იყო, თუ სწორად 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდა, როდის გაიღვიძებენ ისინი, ვისაც ძინავს, კი ბატონო. იძინებდნენ, მე უნდა გაგაღვიძებდნენ და სხვა უნდა იყო. დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ. სასტიკი რეჟიმი ციხეში უმოწყალოდ უსწორდებოდა ყველას, ვისაც ამ კედლებს შორის მოიქცევდა. ადამიანებად არ აღიქვამდნენ და ჩაკეტილ საკნებში. სადაც ჟანგბადიც ფუფუნება იყო არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ღირსებას ულახავდნენ და ამას კანონისა და წესრიგის სახელით ფუთავდნენ. წესრიგი რა მეთოდებით ამყარდა? იმავე მეთოდებით, რასაც ისინი აკეთებდნენ. ზემით ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ საზოგადოებას ეს აღარ ეხებოდა. ნაცმოძრაობის დროინდელი ციხე დღესაც რამდენიმე ადგილას საჩვენებლად შემორჩენილია და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გულგრილად უყურებს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია სწორედ ნაცმოძრაობის დროინდელ ციხეს ესტუმრა და კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით ვნახეთ რა პირობებში უწევდათ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს პატიმრებს სასჯელის მოხდა. ნაცმოძრაობის დროს ციხე ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკს ჰგავდა. ჩვენ ნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც როგორც ყოფილმა ერთ-ერთმა მყოფმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007-2008-2009 წლებში ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებს და ის თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, იმიტომ რომ ყველანაირი კავშირი გარესამყაროსთან ჰქონდათ აკრძალული და დაკარგული და რა თქმა უნდა ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში და დასკვნას დაერთვება თან როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალა ხონის ნომერ 13 დაწესებულებისა, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობისა. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს ჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მოპყრობის და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე. სამიჩვლა იყო, ყველა ცვლა აკეთებდა იმას, რაც ხდებოდა, ყველა ცვლა იღებდა ამ წამებაში მონაწილეობას. არ
არა ჰქონდა რანაირი მნიშვნელობა. მოხუცი იყო, ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაჭერილი, ავარია შემთხვევითობა მოუვიდა, ძალადობრივი მუხლით იყო, აბსოლუტურად ყველა სიგნალი. შემოსვლა და არც სახეს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ ჯერ. პირველი იწყებოდა ცემით. ამას უყურე როგორია ახლა, ხო? ამდენი ხნის განმავლობაში. ახლა უკვე ყوازე ვერ ვიყავი. კაცი ერთხელ მიაბეს ადამიანი. ადამიანი ბოდიში და გააფრინა რა იქ ან ცემით, ამ ყველაფერს ცქერით იმით და მოიტანეს რაღაცა სქელი ესეთი ქუდი. ჩაფხუტები როა, ოღონდ სქელი რეზინი იყო. იმიტომ რომ თავს ეს გამორბოდა და თავით ეჯახებოდა ხოლმე. იმდენად ისე გაამწარეს რომ გამორბოდა და კიდევ თავით ეჯახებოდა. თავის მოკვლასცადა რა. და ზედმიაბეს კარებს. ხელბორკილებით დააბეს და 24 საათი იყო ადამიანი ეგრე. მიბული. და თავზე ეს ჩაფხუტი ჩამოაფარეს, რომ კიდე თავი არ დაიზიანოს არ მოგეს და ესე გადაუდნენ ბოდიში და ერთობოდნენ რა. უამრავ რამ ეგეთ რამეს უყურე 15 დღე-ღამის განმავლობაში პირადად მე. ამ პირობებში ამყოფებდნენ ბავშვებს, ქალებს, კაცებს და მაშინ მათთვის არც ევროპული სტანდარტი არსებობდა, არც დემოკრატია. სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ ადამიანებს, არ ინდობდნენ არასრულწლოვნებს. იგივე ადამიანები, ვინც სადისტურ სისტემას ქმნიდა, თავად აღმოჩნდნენ ციხეში, ოღონდ სრულიად სხვა რეალობაში. აკლიმატიზირებული, გარემონტებული საკნები, სადაც წიგნები, ტელევიზორები და ფანჯრიდან სინათლე თანაბრად შემოდის. დიეტური მენიუ, ვარჯიში, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, პირობები, რომელიც მათ მმართველობაში სიზმარშიც არავის ენახა და რაც მთავარია ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედების აღიარება, რომ ციხე ახლა მათთვის დასასვენებელ ადგილად იქცა. ვარჯიში, დალაგება, კითხვა, წერა, ტელევიზორის ყურება, ექიმთან გასვლა, დარეკვა, ასე შემდეგ. რაც შეიძლება ადვოკატი შემოვიდეს ასე შემდეგ. მაგრამ შენზე რაც არის დამოკიდებული, ის უნდა მოიფიქრო. მე მაგალითად ესე დავყავი დღე. დღის ერთი ნაწილი იყო რაღაცა დროის თან დრო გაწერილი მქონდა როდის რანაირად, რომ დღის წესრიგი უნდა გქონდეს, ეგ არის რუტინა, ხო? ამ დროს ვკითხულობ რაღაცა გასართობს, ამ დროს ვუყურებ ტელევიზორს, მე ვკითხულობ რაღაცა აკადემიურს ან non-fiction-ს, რაც გასართობი არ ინფორმატიულია, წერ რაღაცას. ზურაბ გირჩი ფიქრისთვის შევიდა. ბატონ ზურა, ისე მარტო გირჩევნიათ რომ იყოთ? ალბათ მაინც მარტო რაღაცა წავიკითხო, რაღაც ისე რაღაცებზე ვიფიქრე. ვიფიქრე მიყვარს შემიძლია ვიხდე ჩემთვის და რაღაცებზე ვიფიქრო. მელია და გვარამია ფორმაში ჩასადგომად. წონაში კლება დავისახე მიზნად. შევედი 95 კილო, გამოვედი 72. ახალაიაც და მერაბიშვილიც შეფერიანებული, მოსუქებული და კარგად დასვენებული გამოვიდნენ. სასტიკი რეჟიმის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას ახალ შესახლებულ საკანში, ტელევიზორის არქონისა და ციხეში პატიმრების მიერ ნებაყოფლობით თმების შეჭრის გამოსაყვედურობენ. არ სურდა თმის გადაპარსვა, მაგრამ მე იძულებული გავხდიო. ეს არ იგულისხმება, რომ ფიზიკურად ვინმე შეეხო. არ მომეშნენ და იძულებული გავხდიო. ხომ ნიშნავს, რომ ეს მისინებით არ მოხდა. მაშინ როცა ტელევიზორის ჩართვის კი არა სუნთქვის გამონაც მოძრაობის ციხეში ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ნიკა მელიას ადვოკატის სრული სერიოზულობით გვიყვება, რომ 3 დღის დაჭერილ მელიას ჯერ ბარათი არავინ დაუმზადა, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის საკანში წამოწოლილს ახალ ტელევიზორში ეყურებინა. ნიკა თვითონ რა თქმა უნდა ძალიან კარგ ხასიათზე დამხვდა, ტელევიზორი ამ დრომდე არ აქვს მას. და ალბათ უახლოეს მომავალში ექნება შესაძლებლობა, რომ ბარათი დაუმზადდეს და შეიძინოს ტელევიზორი და პატიმრების რეაქციით გაიგო, მაგალითად აი კვარაცხელიას გოლიო მივხვდი რომ გაიტანა პატიმრების რეაქციით, რომ განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა და გოლები რეაქციით, პატიმრების რეაქციით დათვალა, თუ რამდენი გოლი გაიტანა პარის სენ-ჟერმენმა. მაშინ როცა 14 წლის ბავშვს მშობლების ნახვის უფლებას არ აძლევდნენ, გვარამია იმას არჩევდა, შვილების მენტალური ჯანმრთელობისთვის ჯობდა თუ არა მათთან ციხის საკანში შეხვედრა. დიდი ხანი მიმჟელეთ ბავშვები მოსულიყვნენ თუ არა და მე მაინც გადავწყვეტეთ, რომ არა, იმიტომ რომ ტრავმული გარემოა ახლა მაინც ციხე და რა ვიცი, ესე გადავწყვეტეთ, თუმცა არ იყო ეს ჩემთვის ძალიან მენატრებოდნენ ბავშვებს, όπως ხედავთ თვეში, საფრთხეში ერთხელ. ალბათ სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ არა იმ ადამიანების მძიმე ისტორიები, რომელსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცნობთ და 100 ჯერ მოსმენის შემდეგაც რთულია იმ ტანჯვის წარმოდგენა, რომლის გადატანაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს მოუწია. ხომ მქონდა მისჭილი 10 წელი და პაიმნის უფლებები ხომ მეკუთვნოდა ოჯახთან, ხო, დედასთან, მამასთან კვირაში ერთხელ შემოდიოდნენ.
ეს პაემნის უფლებაც შემიზღუდეს, არც მარეკინებდნენ სახში, ვეღარც ვნახულობდი ჩემს მშობლებს, მაქვს 10 წელი მოსჭილი და ვარ 15 წლის ქალბატონთი. აი რა უნდა მეკრა? რა კავშირი აქვს ნაცმოძრაობის რეჟიმს ფაშიზმთან და როგორ შენდება სინამდვილეში დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლება უზენაესია და პატიმარსაც კი იმაზე მეტი უფლება აქვს, ვიდრე ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ქუჩაში მოსიარულე უდანაშაულო ადამიანს. კითხვა კი, რომელსაც ალბათ იმ ნაცმოძრაობის ციხის სისტემის შემქმნელ ახლანდელ პატიმრებს დავუსვამდით ლოგიკურია. ნაცმოძრაობის ციხეში რომ მომხვდარიყვნენ, როგორი იქნებოდა დღეს მათი ცხოვრება?